საინტერესო, მეტად პრაქტიკული და აუცილებელი ინფორმაციით მოვედით, რომელიც ზუსტად ვიცი ძალიან ბევრს გაინტერესებს და უძველესი ტრადიციებიდან იღებს სათავეს. მოკლედ ეს ყველაფერი, რომელსაც ახლა გეტყვით, სახელწოდებით არის ცნობილი, რომელსაც ხუთშაბათით მარილი ქვია. დარწმუნებული ყავით და ხართ იმაში, რამდენი ვიდეო დეს ჩემს გვერდზე მარილის საოცარ-თვისებებთან დაკავშირებით, მაგრამ ხუთშაბათის მარილი ეს მართლა განსაკუთრებულია, რომელიც წელიწადში ერთხელ მზადდება ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს და ზუსტად ეს ოპტიმალური დროა მოახლოებული ჩემო კარგო ადამიანებო და მე ამ ყველაფერს აუცილებლად როგორ უნდა გააკეთოთ სახლის პირობებში, ქალაქის პირობებში, იქ სადაც ბრძანდებით, აი ასე ყველაფერს სიტყვა-სიტყვით მოგაწოდებთ. ეს არის ძალიან კარგი რამ და დამერწმუნებით ერთი წლის განმავლობაში ძალიან საკეთილდღეო ამბებში და პრაქტიკულ ამბებში აუცილებელ, მოდი ასე ვთქვათ, ამბებშიც დაგეხმარებათ. მე ვიცი ზუსტად რომ იქნებით მადლიერები და რა არის ამისათვის საჭირო, დალაიქოთ და გაიზიაროთ ვიდეო და ზუსტად ვიცი ამ ინფორმაციას ბევრი ელოდებით, ზოგიერთი ბევრი კითხვების ნიშნებით, მაგრამ არ მინდა ეს კითხვის ნიშნები შემოგრჩეთ, იმიტომ რომ საქმე შემდეგნაირად არის. მოკლედ ასე, გადავიდეთ, რომელიც ახლა ამ 9 აპრილს აი ამ ხუთშაბათს, ოთხშაბათი ღამე, კარგად დაიმახსოვრეთ, როცა ხუთშაბათი თენდება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ამის გატარება და მე მთელი ერთი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ეხლა რაში იყენებენ? უპირველეს ყოვლისა ალბათ გაგიჩნდებათ ეს შეკითხვა, რაში ვიყენებთ ამ ხუთშაბათის მარილს? და მე აუცილებლად გეტყვით, როგორ უნდა დავამზადოთ. რაში იყენებს ადამიანი მას? და დავიწყო. აქეთ-იქეთ მიმობნეული ჩვენი ხუთშაბათის მარილი ხელს უწყობს ოჯახში ჰარმონიას. დიახ, ამ შემთხვევაში თუ ვინმე მომდევრებულია, ან არ აქვს რაღაც კარგი დამოკიდებულება, დარწმუნებული იყავით, რომ ის სასწაულს შეძლებს. ანუ ეს შავი მარილი უნდა მოაბნიოთ, იგივე ხუთშაბათის მარილი თელ სახლში. გარდა ამისა, თუ არის ვინმე თქვენს ოჯახში ავადობს, მოკლედ, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან კარგი იქნება, თუ ოდნავ წყალში გაურევთ ამ ხუთშაბათის მარილს და თქვენს ავადმყოფს მიახებინებთ. თუ მეუღლეებს შორის განხეთქილება, გადასარევია, პატარა პტომსიკაში მოათავსოთ აღნიშნული მარილი და ჩუმად ბალიშის ქვეშ უნდა ამოდოთ. დარწმუნებული ყავით, რომ ის ნეგატივი და ცუდი რაღაცები, რომელიც ჩამოვარდა თქვენ შორის, სასწრაფო ძალით გაიწმინდება. ესეც ასე. თუ ვინმე წავიდა და აღარ ბრუნდება, მეტად საეჭვო ვითარებაში დაიკარგა, ძალიან კარგი იქნება ზუსტად ეს ხუთშაბათის მარილი ერთი მუჭი. ხუთშაბათის მარილი აგიზგიზებულ ცეცხლში უნდა ჩაყაროთ. დიახ, ეს ძალიან მაგრად მუშაობს. თუ გინდათ რომ თქვენი პატარები, ჯამრთელები გაიზარდნონ, აუცილებლად როცა მას აბანავებთ, ერთი ციკვი ხუთშაბათის მარილი მათ საბანაო წყალში უნდა ჩაყაროთ. ოჯახში ხვავისა და ბარაქისათვის ხის სამარილეში ჩაყარეთ ეს ჩვენი ხუთშაბათის მარილი და აუცილებლად დადებით თქვენი სასადილო ოთახის მაგიდის ცენტრში. დაიმახსოვრეთ და ეს ყოველთვის საპატიო ადგილთან გაიგიავეთ, მინდა გითხრათ. გარდა ამისა, თუ ფიქრობთ, რომ მოვიდა ესეთი ადამიანი სტუმრად, რომელიც არ დაგიპატიჟებიათ და მანდა მაინც კეთილგანწყობა მის მიმართ არ აგაქვთ, ადექით და სადილს, რასაც მომამზადებთ, ჩაყარეთ ეს ციკვი მარილი, ხუთშაბათის მარილი და ძალიან კარგი იქნება. და როცა წავა ეს ადამიანი, აუცილებლად, როგორც იტყვიან ხოლმე, ფეხებში მიაყარეთ და იწავიდეს და ვერ დატოვოს ის ნეგატივი, ვერ დატოვოს ის საეჭვო ვითარება, რომლის განზრახვითაც თქვენ ასე ფიქრობთ, მან შემოაბიჯა თქვენს სახლში. მოკლედ ასე ძალიან კარგი რაღაცა, გასუფთავებისთვის, შერიგებისთვის, ჯამრთელობისთვის, რა ვიცი კიდე რა არ ჩამოუყვე, მტრების გაუნველყოფისთვის, რა ვიცი კიდე რა გინდათ. დანარჩენები მიხვდებით თავად და თავად. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ იმ თემაზე, რასაც მისი დამზადება ქვია, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნე, ეს შეიძლება ყველგან გააკეთოთ ქალაქის პირობებში. მე ცოტა ადრე ვწერ, იმიტომ რომ თადრიგი დაიკავოთ, შეიძლება ესეთი ინგრედიენტები არ გქონდეთ სახში, მოსაძიებელი გაგიხდეთ. მაგრამ ძალიან მარტივია. მოკლედ, რა არის ამისათვის საჭირო? საჭირო არის ჩვეულებრივი მარილი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უნდა გეყოთ, ანუ მომდევნო დიდ ხუთშაბათამდე, ამიტომაც ჩვეულებრივი მარილი შეგიძლიათ შეიძინოთ, რანაირი იოდიზირებული, რანაირი სურნელოვანი, არანაირი წვრილად დაბქვილი ხრეშ მარილს რო ვეძახით, ხო? კარგად დაიმახსოვრეთ, ხრეში მარილი. აუცილებლად შემოძვირფასებო ამ ყველაფერთან ერთად კიდე მეორე ინგრედიენტია საჭირო, ჭვავის ფქვილად წოდებული.
აი ესეთი ჭვავის ფქვილი. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მინდა გითხრათ, რომ შეიძლება შეიძინოთ დიდი ქსელურ მარკეტებში, როგორიც არის Goodwill, როგორიც არის Agrohub, როგორიც არის Carrefour და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის მოიძიეთ, გითხრათ, რომ ყველა მარკეტში ნახავთ, თქვა ასე არ იქნება, მოგატყუებთ და ტყუილი კიდე მე არ მიყვარს. ხო და აი ამ ორი ინგრედიენტს შემოძვირფასებო, ესეთნაირად გავანაწილეთ. ავიღოთ თუჯის ტაფა. კარგად გაიმახსოვრეთ, ეხლა რასაც გეუბნებით, იცოდეთ რომ გამოგადგება და ძალიან აი თითქოს ასე ვთქვათ, რომ დიდი მნიშვნელობის ამბავთანა ვართ, ვინც ახლოს არის ამ ეზოთერიკასთან, იცოდეთ რომ გამოგადგებათ. 1 კილო მარილი თუჯის ტაფაზე დავკაროთ და აი ეს ჩვენი ჭვავის ფქვილი 12 სუფრის kovzi ჩავაკაროთ. დავიწყოთ ამ ყველაფრის მოხალვა თუჯის ტაფაზე იმ დონემდე და იმ კონდენსიამდე, სანამ ეს ჩვენი ძვირფასი მარილი არ გაშავდება. ამდენს ვერონერად შავს ეძახიან და არ შეგეშინდეთ ხალხო. ზოგიერთი თქვენთაგანი ისეთი სკეპტიკურად განწყობილი, აქვე უნდა თქვა, არ შემეძლია წინა მდებარე ვიდეომ, რომელსაც რეკორდული მაჩვენებლის ნახვები მოხსნა, იმ დონეზე ასე ვთქვათ, რაღაც არასასურველი ისინი რეპლიკები წავიკითხე, რაც არ გვახასიათებს ჩვენს პატარა ოჯახს, ასე ვთქვათ, და უთოც კი ლაპარაკობს ხალხო ეხლა აი ამ ჩვენს ახალ კარიბჭეზე, რომელიც სულიერ განზომილებებით უნდა გადავლახოთ და არა მართლა ვიღაცა დიჭიშკართან მიგიყვანთ და უნდა გააღოთ და დააკაკუნოთ და რაღაცები, მე ჩავწერე აქ ნების კვირის თითოეული დღეს გაშიფრა, ამას ლაპარაკობს ყველა თელი მსოფლიო და მანდამაინც ვიღაცას ძროხა თუ კარგად არ მოეწოლება და მანქანასა მოტორი გაუფუჭდება, ამას უნდა ელოდებით. აქ არის ძალიან დიდი გლობალური მნიშვნელობის თელი მსოფლიო ცეცხლის ელშია გახვეული დალოცულებოდა. კიდე რას ქილიკობთ ღმერთო? ჯვარი გეწეროთ. ვინც არ ქილიკობს და ვინც ზუსტად მიგოდ იმ დოზირებით, იმ მიმართულებით, იმ რაკურსით, რა რაკურსითაც მე გითხარით, მე არ მithქვამს ეს თავის ძოზე 33 წლის წინ თქვა ამ ადამიანმა, რა ვიცი, კარგად გჯერათ ბევრს ვიღაცებს, რაღაცები, ხო და აქ ასაკოსაოცარი არაფერი არ არის და აქ რაღაც არ ჩამოვარდება ციდან. ყველაფერი მეტაფორულია, ყველაფერი განმარტებითია, ყველაფერს აქვს თავისი ალეგორიული ფორმა და ეხლა ნუ გაიოცებთ და ნუ გახდებით რაღაცა ახალშობილები და თქვა თუ ნუ გახდებით რაღაც ისეთი ფრთებიანი და შარავანდედიანები ხალხო, უნდა გახდეთ კი ისეთ ჩვენში რო დარჩეს, მაგრამ დაანებეთ დავი ამ ქილიქს და დაანებეთ ამ სარკასტულ გამოხტომებს, ვისაც არ გინდათ გადაფურსვეთ და სხვაგან გადადით, კაცო. რა პრობლემა? არ მინდა, არ დავიგონ, უბრალოდ ახლა არ ჩავყევი და არ გავაკეთე რაღაც ჩემი მგან. თავი დავანებოთ ახლა ამ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვართ გადასული, ნების კვირა არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 4 შაბათს საღამოს 5 დიდი შაბათი როცა თენდება, აკეთებთ ამ ყველაფერს. მერე იღებთ დაუცილებო, კარგად მყოფელო ადამიანებო ამ ყველაფერს და უმთავსებთ ნაჭრის ტომანაში. შეიკერეთ ან სპეციალურად ან შეიძლება გქონდეთ ეს ყველაფერი და შეინახეთ. ისე შეინახეთ, რომ სხვა არ დაინახოს, ანუ რა არის იქ ჩადებული ახსნა განმარტებების გარეშე. უბრალოდ გქონდეთ ეს სადღაც ახლო სამზარეულოში და როცა დაგჭირდება და რამდენადმე დაგჭირდება თელი წლის განმავლობაში ხო უკვე აგიხსენით. კი ბატონო, ასე იყოს. და ეს შეგერგოთ და ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება აგეკიდოთ და მით უმეტეს ეს არის შესაძლებლობები ყოველთვის იყო ნეგატივის ამ პულსაციების, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით 2026 წელი თავშივე ვთქვი, მე არ მიყვარს დრამატიზირებები და რაღაცა შეშინებები, არაფერს არ გეშინიათ გასაგები და არც მე არ მაქვს ეს იდეას ფინქსი რომ ვიღაცა შევაშინო პირიქით ხალხო. რაღაცა ეს უმადურობის შეგრძნებები ისე პრობლემურად მე შემოგიტრიალდებათ, კი არავის არ გაშინოთ, მაგრამ თავადვე მიხვდებით, თავადვე იგრძნობთ, რომ ეს საშინელება, რომ ადამიანს გულით და სულით უნდა რაღაცა გასიამოვნოთ, იყოს თქვენიანი გახდეს, ბედნიერი მინდა იყოთ, სუფთები და უზრუნველყოფილები და თქვენ რაღაცებზე, რა ვიცი, თქვენი კომენტარები დაწერეთ, გასაკვირველია, რაც გინდათ ის გააკეთეთ, თუ გინდათ ეს არ გააკეთოთ, ვიღაცა იმიტომ მოყევი ახლა ამ ხელა ისტორიები, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ამბავს ყვები და ვიღაცამ შავი მარილი, ვაიმე შავი მაგია, მერთო ჩემო, რა სისულელია. გადაიკითხეთ, ეს არის უძველესი ტრადიცია. გადაამოწმეთ სადაც გინდათ. ხუთშაბათის მარილი არის თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით გადასარევი რამ. მე გასწავლთ ის როგორ უნდა დამზადდეს, რომ თქვენი იყოს, თქვენ ოჯახში დამზადებული იყოს, მეც ავამზადებ აუცილებლად და მე ვისაც არ გექნებათ, აუცილებლად გიწილადებთ, როცა ძალიან გაგიჭირდებათ და დაგჭირდებათ მისი ყველაფერი. კარგად მოусმინეთ ვიდეოს, რასაკვირველია ხუთშაბათის მარილი მიცავს. მე კომენტარებში წერთ ყველას, გადავაზიარებთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და მადლად შეგეთქვლებათ დალოცვილებო. მიყვარხართ კოცნით გახვევით, აბა თქვენიცით ვინც მარხულობს განსაკუთრებით მათ ვეტყვი, ამაღლდით, ვიბრაციები აიმაღლეთ, განათდით და ერთმანეთზე იფიქრეთ. აბა, ეხლა გადაინაწილოთ, რომ შეიძლება მეტმა ადამიანმა მოასწროს ხუთშაბათისათვის, ხუთშაბათის მარილის დამზადება, თქვენი დამცავის.
მიყვარს.